გორში მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი. ძიმე კადრები იყო ძალიან, ამდენი კაცი ცემდა. 15 კაცი იყო, პოლიციელები თავპირ დაალეწეს ორ მოქალაქეს. ეს არის მოკლედ დამონტაჟებული კადრები, ბევრად გრძელი და თავისი ხანგრძლივობითაც შემზარავი კადრები იყო. აი ახლა მიდის ამ ადამიანის დაზარალებულის მიმართ დაუმორჩილებლობაზე გამოძიება. რომც დაუშვათ ეგ ვერსია, რომ დაუმორჩილებლობა მოხდა. 15 პოლიციელი დაბლა აგდებს ადამიანს, შეუკარი ხელები, ხელბურკილები დაადეს ურკს და მორჩა. ანუ დაუმორჩილებლობით მართლდება ეს. რამე ეს რითი ეს არაფრით არ მართლდება, კაცო, პანჩური ამოარტყეს და ააგდეს 15 კაცი ისე შედგა. ეს არ მართლდება ეგ ერთი და მანდ ჩდება შემდეგი კითხვა. ეს არის ერთადერთი ფაქტი, რომელიც ასეთი მოხდა და ეს ერთადერთი ფაქტი შემთხვევით დააფიქსირა კამერამ, მხოლოდ ერთადერთი მომხდარი ფაქტი. თუ ეს ფაქტები მსგავსი ხდება ხოლმე, ესეთი პრაქტიკა შემაშფოთებლად გავრცელდა და რომელიღაცა ეხლა მე მინდა რომ ორი სიტყვა ვთქვათ აი იმ ვერსიაზე, რომელსაც ქართული ოცნების მხარდამჭერების და მედია, ასე ვთქვათ, მოლაპარაკე თავების, აი Facebook-ში რომ ავრცელებენ იმ ნარატივს, რაც მე ოცნების მხარდამჭერებმა უნდა აიტაცონ რა. ეგ იყო დადგმული. ეგ იყო ეს რანაირად მოხდა, რომ გადაიღეს. დადგმული იყო, ეგერ ჟურნალისტებმა გადაიღეს რა, ამ ოპოზიციური არხების ჟურნალისტებმა გადაიღეს. ეგ უეჭველი დადგმული არის და საილუსტრაციოდ ერთ კომენტარს დავიკითხავ, რომელიც აი კრებითი ფორმაა მაგ პოზიციის, რომ დადგმული იყო, აგერ ჩვენ გვიწერენ კომენტარში. გორის ინციდენტი არის შეკერილი საქმე, დიდი ფული გადაიხადეს ამ კარწინკისთვის, არ გრცხვენიათ ნაცებს გადაუჯოქრეთ. აი წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცამ გადაიხადა ფული და ეს არის დადგმული. ბიჭო, მე რა მაინტერესებს იცი, ანუ 10 თქვენი პოლიციელი საციხო საქმეზე წამიკაცი პოლიციელი კი. ანუ ვიღაცა ანუ ტიპებმა რა ქნეს, იცი? კადრები დადგეს, ხო? დადგეს კადრები ძალადობის. რომ ვიღაცას გადაეღო, რომ პოლიტიკური რაღაცა გააკეთებია. ბიჭო, რაღაცას არ გაგონებთ ეგა? კი. რაღაც სადღაც მაქვს ეგ ტექსტი მოსმენილი, აი რაღაც პოლიტიკური ძალა ბაზრობდა ზუსტად ეგეთ რაღაცას. კი, ციხის კადრები. კი, ნამდვილად, ეგ დადგმულია ციხის კადრები. არავის უკანალში ცოცხებს არ უკეთებდნენ. მაგაში ეგ დადგმულია და ბევრი ფულია გადაგა. ხო, კარწინკაში აი ნაცებს ხო არ დაემსგავს. ესენი ნაცებს ხო არ აჭარბებენ უკვე. არა, ნაცებს დაემსგავსն. დაემსგავს. იმიტომ ნაცები რა არის საინტერესო? 14 წელია ნაციონალური მოძრაობა, რასაც ლაპარაკობს ციხის კადრებზე, მაგას გვიწერ და მერე გვეუბნები ნაცებს დაემსგავსოს. უკაცრავად შიქ ხო არა გაქვთ პატივცემულო, მაპატიეთ, მაგრამ სხვანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ ამ თემაზე. ანუ ადამიანი უყურებს ახლა სიტუაციას და საკუთარ თავს უსვავს კითხვას. აი, მე რომ მივდიოდე ქუჩაზე, მაგ ადამიანის მაგივრად მე რო ვიყო. რომ მომადგნენ ეგრე პოლიციელები. და არც ნარკოტიკი მქონდეს, არც ცეცხლსასროლი იარაღი, არაფერი, აი რაღაც დგავარ პარკში.
და ეჭვი აქვთ. შეიძლება რავი, ეჭვი აქვთ, იქ რაღაცა ინფორმაცია იყო, არ იყო, არ ვიცი, მაგრამ არა მაქვს არაფერს არ ვაშავებ, პარკში ვდგავარ რა და 10 პოლიციელი მომადგა. პანჩური ამომარტყეს. და რავი ხა თავმოყარეობა რომ აქ და პანჩური რო ამოარტყეს და ხელი რო გავიქნიე რას მე მე წამაყარეს და 10 კაცმა ერთად მცემა. ადამიანი ხა მაგას საკუთარ თავზე რო გადმოიტანს, აკეთებს დასკვნას რომ ეს რა ჩათლახობა ამის დედაც ვატირე ეგეთ გარემოში ცხოვრება არ მინდა. არ მინდა რომ ეგრე იყოს, ანუ მე არ მინდა რომ პოლიცია ეგრე ექცეოდეს ხალხს. დაუშვათ რამეს თუ ვაფუჭებ, დამატე ხელბორკილები წამიყვანე, ადვოკატს ჩემსას გამოუძახე და გავარკვიოთ, რავი, თუ დავაშავე, დამიჭირე, თუ არ დავაშავე, ნუ დამიჭერ. მაგისი მოლოდინი მაქვს, ხო? და ამას რო უყურებს ადამიანი, მერე ჩდება მეორე კითხვა, რომ ბიჭო, კაი, ამისი კადრები მაქვს. რისი კადრებიც არა მაქვს. ანუ მე მგონი ესენი ესე იქცევიან ხოლმე. ეხლა უბრალოდ კადრში მოყვნენ, მაგრამ რანაირადაც იქცეოდნენ. ეგ ეჭვი მაგალითად. იმდენად თავდაჯერებულად ისე იქცეოდნენ, რომ მე მგონი ესენი ესე იქცევიან ხოლმე. ანუ გამონაკლისი არ არის. ეგ არის მეორე მომენტი, რაზეც ადამიანები ვრაზდებიან და ამ ყველაფერზე ხელისუფლებას შეიძლება ქონდეს ორი სტრატეგია პასუხის. ადეკვატური სტრატეგია, რომელიც რაღაც დონეზე ცადეს, ოღონდ ამ მედია ჩათლახობებმა გადაფარა და გააფუჭა, იყო რომ ეს რაც უდი რამე მომხდარა, დამნაშავეები დაისჯებიან, მაგათ ვიჭერთ და ის პოლიციელები მართლა დააკავეს და რას მიურჩიან, არ ვიცით, ეგ ჯერ გაურკვეველია, მაგრამ მაგ მიმართულებით გადაიდგა, მაგათ უშუალო ხელმძღვანელობაც ხსნით, იმიტომ რომ მან დრო ეგეთი სიტუაცია არის. მაგათი ხელმძღვანელი ხო არის ვიღაცა იმ კონკრეტულ გორში ხო არის ვიღაც ხელმძღვანელი, რომლის დაქვემდებარებობაში მყოფი ხალხიც ეგრე იქცევა, ხო? სახელმწიფოს უნდა ეთქვა, რომ ესენი დაკავებული არიან, მაგათი უშუალო ხელმძღვანელი განთავისუფლებულია, დაზარალებულ პირებს ბოდიშს უხდით, ინციდენტი ამოწურულია. აი ეს იქნებოდა ადეკვატური სახელმწიფოებრივი პასუხი. ეხლა რო უყურებ, რომ ამის პარალელურად TV-იმედი იწყებს, რომ აი ეს რაღაცა ეგ სხვა რამეა, მე მგონი რაღაც იკვეთება, იქ ვიღაცები წერენ, რომ მე მგონი დადგმულია, მოსყიდულია, ბიჭო, რავი, თქვენი პოლიციელები მოისყიდეს, ანუ 10 კაცი თქვენი პოლიციელები მოისყიდეს და ეგ კიდე უარესი სიტუაცია. თუ მოისყიდეს, მან მე კითხვა რა მაქვს, იცი? აი ვინც წერთ, რომ ეგ დადგმულია, მოისყიდეს და ფულია გადახდილი. ოკეი, უშიშროების სამსახურობა მაშინ გვაჩვენოს მაგ პოლიციელების სახლების ჩხრეკა, მაგ პოლიციელების ანგარიშებიდან ამოღებული თანხა, რომლითაც მოისყიდეს, ჩანაწერები მაგათთან როგორ გიდის, ვინც მოისყიდა, ის დაიჭირეთ? აი ვიღაც შენ ხო ყვები რომ ეგენი მოისყიდეს, ვინ მოისყიდა? არავის დაიჭირე, ვინც მოისყიდა. საერთოდ ნახე როგორი რაღაცა სწორი და ვინ მოისყიდა? არ ვამბობთ, ფული თუ აიღეს, სად არის ეგ ფული? არავინ არ ამბობს, მაგრამ მთელი ესეთი თავდაჯერებით მიწოლა არის, რომ აი რამე თქვენ რატო აყენებთ საკითხისე, რომ ეგ რაღაცა სისტემურია, ნაცებზე უარესი ხარ თქვენ. ბიჭო, რავი, ნაცების გაправების მეთოდს იყენებ. ნაცები, რასაც ამბობდნენ და რანაირადაც აправებდნენ ციხის კადრებს, TV-იმედი ახლა იგივე მედია კამპანიას აწარმოებს ამაზე. ერთ-ერთში იგივე შეცდომას უშვებენ. ნუ თლად შეცდომა რამდენადაა. სიმძიმე არ არის იმხელა, რა თქმა უნდა. აი თვით პრინციპი იგივეა. პრინციპი იგივეა. სწორი პოზიცია როგორია, მოდი აი მაყურებლის ჩვეულებრივი მოქალაქის გადმოსახედიდან შევაფასოთ. რა ჩვეულებრივი მოქალაქის რანაირი დამოკიდებულება უნდა გქონდეს. აი ხედავ კადრებს, სადაც მთელი განყოფილება მივარდა და ცემს ადამიანს. არავის არ ეტყობა იმ განყოფილებაში, რომ ვიღაცა რაღაც ცნაურობასთან აქვს საქმე. რაღაც ისე იქცე მთელი განყოფილება, რომ არავინ ამაში რაღაც ამოვარდნილი არ არის. და არაჩერებს. არავინ არაჩერებს. არავინ არ ჩერდება. მთელი განყოფილება დაესია ვიღაც კაცს, რომელსაც
არაფერი არ დაუშავებიათ და ეგ მნიშვნელოვანია ხა რაღაცა ტერორისტს და ესე ერთია რომელმაც აქეთ რაღაც უბედურება ჩაიდა არაფერი არ დაუშავებია და მთელი განყოფილება დაესია და ანუ პარკში დგას ტიპი რა და შემთხვევით ვიღაცამ გადაიღო ბიჭო ჩვეულებრივი კაცი ხარ არაფერი არ იცი ესეთი კადრი მოგივიდა შენი რეაქცია რა უნდა შენი რეაქცია ხო ის უნდა იყოს ვაი და ეს სისტემური არ იყოს მივაწოვე მაგ თემაზე ხელისუფლებას რომ გამომირიცხე ამისი სისტემურობა ეხლა იმიტომ რომ დიდი ალბათობასთან მაგ საქმე რომ რაღაცა სისტემურთან შეიძლება მქონდეს საქმე ხო შეიძლება ეს არის აუცილებელი საზოგადოებრივი თავდაცვის რეაქცია მასეთ რაღაცას რომ დაინახავ შემადგენლობა აკეთებს ერთი კაცი კი აკეთებს ისეთ შემთხვევაში როცა დანაშაული არ არის და ამ შემადგენლობაში გამჩერებელი არავინ არ ჩანს ჩვეულებრივი აუცილებელი ინსტინქტია ივარაუდო რომ რაღაც სისტემურობასთან გვაქვს საქმე და მიაწვე ხელისუფლებას გამომირიცხე ამისი სისტემურობა ამაზე პასუხს თუ გიბრუნებენ ვინც ამის სისტემურობაზე გამოთქვამს ეჭვს ის არის ნაცი მან სისტემურობის უფრო დიდი ეჭვი ჩდება ხალხო ეგეთ პასუხს რატო აბრუნებ ამაზე? ეგ არ არის ამ თემაზე დასაბრუნებელი პასუხი. და აქ მთელი პრობლემა მაგაში მდგომარეობს, რომ რანაირი რეაქცია საზოგადოებას უნდა ქონდეს? საზოგადოებას უნდა ქონდეს კაცო ეგეთი რეაქცია. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ რომ დაინახოს, რომ საზოგადოება, რომელსაც ამაზე რეაქცია არ აქვს, საზოგადოება არ ვარ არა მარტო როცა ხედავ, აი ვიღაცა გამგებლები რომ დაესიონ და დალეწონ ერთი კაცი, ხო? 15 გამგებელმა რომ ცემოს. რომ ეხლა მე თუ დავინახავ, ეხლა არ უნდა ვიფიქრო, რომ მარტო ეს 15 გამგებელი გაგიჟდა, კაცო. მე ეხლა ჩემი რეაქცია თავდაცვის, საზოგადოებრივი თავდაცვის რეაქცია უნდა იყოს, რომ ბიჭო, რა ხდება 15 გამგებელი რანაირად გაგიჟდა და რანაირად დაესია, ეს რაღაც სისტემურობასთან შეიძლება მქონდეს საქმე, ეს უნდა დავაყენო ეს ეჭვი და ამაზე მივაწვე. იმიტომ ყველა ნორმალური ადამიანი რო ხედავს, რომ პოლიცია ურტყავს ადამიანს, რომელზეც გაირკვა, რომ არაფერში დამნაშავე არ იყო, ყველა ნორმალური ადამიანის რეაქციაა ის, რომ ხელისუფლება მაგაზე პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. ანუ ვიღაცას და ჯერ მთლიანად ხელისუფლებას და მერე კონკრეტულ პირებს ამის გამო უნდა დაერხეს. და ყველა ვინც ცდილობს, რომ ამის გამო დაზიანდეს მთლიანად ოცნებას და კონკრეტულად მაგისზე პასუხისმგებელი ხალხიც, ვინც მაგას ცდილობს, რომ მაგითი დააზიანოს ხელისუფლება და კონკრეტულად ხელმძღვანელობა, ეგ ხალხი სწორს აკეთებს რატო? იმიტომ რომ შანსი იმისა, რომ შენს გაგლახონ ხვალე ქუჩაში, მაგითი მცირდება და ვინც ამბობს, რომ ეგ მაგაზე ვინც ლაპარაკობთ, ნაცები ხართ, ეგენი ცდილობენ საკითხი ისე დააყენონ, რომ ხვალე შენს რო ქუჩაში გაგლახონ, მაგისი შანსი გაიზარდოს. ერთი რა მაინტერესებს, ვინმე სერიოზულად ეხლა შეერა მართლა, რომ ეს ერთი ფაქტი მოხდა ასეთი სხვა. და საერთოდ რა ეგ ხო მაგას ხო არავის კანონი ასეთი აი ვინც აპრავებს ყველამ რაც იცის საერთოდ რაც ჩანს ყოველთვის იმაზე უარესად არის სიტუაცია რაც ჩანს მაგაზე უარესი უნდა იცოდე რომ ხდება ხო და თან აი ის იმედმა რომ მაგალითად გააშუქა და რაღაც ნაცები და რაღაც რო გამოიყენა ხო ჩანს ნაცები რატო ჭირდება ნაცების დანიშნულება რა არის? ხო, აქაც ჩანს. აი უყურეთ რა ხდება ხალხო. ხო ცემეს ადამიანი. და ცემე ამას როგორ გადაფარვა როგორ ხდება, ხო? ვინც აკრიტიკებს, თქვენ ნაცებს ხო არ ემსგავსებით. ანუ აი ეგ არის რატომაც ინახავენ. ესენი რომ მოისაქმებენ, მე მაგისი მოწმენდა ხდება ნაცებით. კი და ნაცები მაგიტოა რომ ამდენი რესურსი ოცნების მხრიდან იყრება ნაცების შენახვაში, რომ ასეთ რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა დააშაონ, ნაცებით გაამართლებენ მე მაგას.